როგორც იქნა შეერთებულ შტატებში, გარყვნილებასთან საყოველთაო ბრძოლის პროცესში ამერიკის რელიგიური მიმდინარეობებიც ჩაერთნენ. პირველებმა საყოველთაოდ გავრცელებული LGBT შიზოფრენიის წინააღმდეგ ხმა ამერიკელმა ეგრეთ წოდებულმა სამხრეთელმა ბაპტისტებმა ამოიღეს. ბაპტისტები კი, როგორც მოგეხსენებათ, ამერიკული საზოგადოების ცხოვრებაზე სერიოზულ გავლენას ახდენენ. შეერთებულ შტატებში 50 მილიონი ბაპტისტი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 20% შეადგენს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საკმაოდ კარგად ორგანიზებული კონსერვატიული ძალა, რომელსაც ანგარიშს უწევენ როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები. რესპუბლიკური პარტია მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ბაპტისტებზე, რადგან ეს 50 მილიონი ამერიკელი სწორედ მისი ამომრჩეველია. ასე რომ სამხრეთელი ბაპტისტების დიდი ეროვნული კონგრესი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა დალასში, არა მხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური შინაარსის ღონისძიებაც იყო. ამერიკის დღევანდელი ხელისუფლებისათვის კი გადაწყვეტილებები, რომელიც 10,000-მა დელეგატმა მიიღო კონფერენციაზე, მთლად სავალდებულო თუ არა გასათვალისწინებელი ნამდვილადაა. კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილებები კი პირდაპირ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის მიერ წლების განმავლობაში დაკანონებული გარყვნილების გაუქმებას ეხება. ცნობისთვის 10,000 დელეგატი, რომელიც კონფერენციას ესწრებოდა, ესაა 10,000 ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი, რომელიც საერთო ჯამში 50 მილიონი ამერიკელის ნდობითაა აღჭურვილი და მათ ნებას ახმოვანებს. 50 მილიონი ბაპტისტი კი დღეს ერთნაირ სქესიანთა ქორწინებების გაუქმებას ითხოვს. ასევე უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს 10 წლის წინანდელი გადაწყვეტილებების გაუქმებას, რომლითაც კაცის კაცზე და ქალის ქალზე დაქორწინება დაკანონდა. რეზოლუციაში, რომელიც სამხრეთ ბაპტისტურ კონფერენციაზე მიიღეს, ასევე მოხდა ქალთა სპორტული სახეობების ტრანსგენდერებისაგან გაწმენდის მოთხოვნა და რაც ამერიკელი ბაპტისტებისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, შობადობის ხელშეწყობის სახელმწიფო დონეზე აყვანის საკითხი. ბუნებრივია, როგორც რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებმა, ამერიკელმა ბაპტისტებმა ყველა თავისი მოთხოვნა თეოლოგიური და საეკლესიო სწავლებით დაასაბუთეს. მაგალითად, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ კანონმდებლებს ეკისრებათ მორალური და ზნეობრივი პასუხისმგებლობა, მიიღონ ისეთი კანონები, რომლებიც ასახავს ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროს და ღვთის განგებულებაზე დაფუძნებულ ჭეშმარიტებას ქორწინების, სქესის, ადამიანის სიცოცხლისა და ოჯახის შესახებ. იმავდროულად კანონმდებლები უნდა გმობდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ისეთ კანონებს, რომლებიც ებრძვიან წმინდა წერილში გადმოცემულ ღმერთის ბუნებას. იგივე რეზოლუცია მოუწოდებს ყველას აღიარონ მამაკაცისა და ქალის ბიოლოგიური რეალობა და გააუქმონ ნებისმიერი კანონი, რომელიც აიძულებს ადამიანს ტყუილი თქვან სქესისა და გენდერის შესახებ. სამხრეთელი ბაპტისტები ძალიან ბევრს ნერვიულობენ ამერიკელების გამრავლების საკითხზე. ისინი თვლიან, რომ თანამედროვე კულტურა განზრახ უშვილობისკენ მიისწრაფვის, რაც ხელს უწყობს შობადობის შემცირებას. ამიტომ ისინი ქრისტიანებს მოუწოდებენ მიიღონ ქორწინება და ბავშვები როგორც ღვთის კურთხევა და არა როგორც ტვირთი, რომლისგანაც უშვილობით უნდა დაიცვან თავი. მოკლედ, ამომრჩევლის ნება ცნობილია. ახლა ვნახოთ ხელისუფლება და უზენაესი სასამართლო რამდენად გაითვალისწინებენ 50 მილიონი ამერიკელის მოთხოვნას ერთნაირ სქესიანთა ქორწინების გაუქმებასთან დაკავშირებით. წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ნამდვილად არ იქნება ადვილი, მაგრამ თუ მოხერხდა, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობასთან, იგივე Deep State-თან ბრძოლაში. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე Deep State-ი დასავლური ქვეყნების უმრავლესობას და მათ ხელისუფლებებს აკონტროლებენ, რომელთა მეშვეობითაც არა მხოლოდ ამ ქვეყნებში, არამედ სხვა სახელმწიფოებში ახერხებენ გარკვეული გავლენების მოპოვებას. ამას კი ხშირად ქვეყნებში დიპლომატიური მისიებითა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების საფარქვეშ აკეთებენ, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკოსები, სხვადასხვა პარტიები თუ არასამთავრობოები არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის მიერ ქვეყნების ტოტალური კონტროლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ საერო ხელისუფლების მიტაცებასთან ერთად სასულიეროზეც გადავიდნენ. რა თქმა უნდა, აქაც არაფორმალურად. ამ უკანასკნელის გავლენები საზოგადოებაზე მაღალია, ვიდრე ნებისმიერი საერო მთავრობის. მიზანიც რა თქმა უნდა ეს იყო. ამბიონებიდან ეკადაგათ მრევლისთვის, რომ სოდომური ცოდვა არ არის გასათვალისწინებელი და საერთოდაც პირიქით, საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ LGBT პირები სასულიერო წოდებებსაც იმსახურებდნენ და ღვთისმსახურებაშიც აუცილებელი იყო მათი ჩართვა. ამ ყველაფერს კი კბილის მოსინჯვა და საზოგადოების რეაქციაზე დაკვირვებაც თითქმის 10 წლის წინ დაიწყეს.
2016 წელს კანადაში ანგლიკანურ სიდიდით მესამე ეკლესიაში აირჩიეს პირველი ღიად გეი ეპისკოპოსი. 45 წლის გეი ეპისკოპოსმა დანიშნვის შემდეგ თქვა, რომ ის ეკლესიისგან მხარდაჭერას არ ელოდა და რომ ეს მისთვის დიდი პატივი იყო. მესმის, რომ ეს ისტორიული დღეა ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში, განაცხადა მან. საზოგადოებაში პროტესტის ნაკლებობამ, მიდგომამ, რომ არაუშავს ერთი ეპისკოპოსია და დიდი გავლენა ვერ ექნება ეკლესიაზე, არასწორი აღმოჩნდა. ამ პრეცედენტის დაშვებამ გამოიწვია ის, რომ ამერიკულ თუ კანადურ ეკლესიებში სოკოებივით მომრავლდნენ LGBT თემის წარმომადგენელი ეგრეთ წოდებული სასულიერო პირები. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ანუ Deep State-ის გეგმამ ეკლესიაში LGBT პირების თანამდებობებზე დანიშნვის შესახებ წარმატებით დაიწყო მუშაობა. ორი ღიად გეი ბაპტისტის სემინარიის კურსდამთავრებული კანადაში მღვდლება დაკურთხეს. ანდრეა კინგი და ლუკ დაუდინგი 2016 წლიდან ცოლ-ქმრად ითვლებიან. ისინი იყვნენ პირველი ერთნაირსქესიანი წყვილი, რომელიც ბაპტისტურ ეკლესიაში დაქორწინდა. შედეგად ცოტა მოგვიანებით მეგან რორერი გახდა პირველი ღიად ტრანსგენდერი სასულიერო პირი, უკვე ამერიკაში. 2021 წელს აშშ-ის ევანგელისტურ ლუთერულმა ეკლესიამ მეგანის სიერა პასიფიკის სინოდის ეპისკოპოსად 6 წლიანი ვადით აირჩია. მას ევალებოდა თითქმის 200 ეკლესიის კონტროლი კალიფორნიასა და ნევადას შტატში. ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ LGBT დღის წესრიგმა შეაღწია სასულიერო დაწესებულებებში. ამერიკასა და კანადაში წარმატებით მუშაობდა მოდელი, რომლის მიხედვითაც LGBT პირებს სამღვდელო წოდებებს ანიჭებდნენ. შესაბამისად არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ იგივე Deep State-მა ჩათვალა, რომ დრო იყო უკვე მართლმადიდებლურ ეკლესიაზეც მომხდარიყო ერთგვარი ექსპერიმენტის ჩატარება. ამ პროცესში კი Deep State-მა მართლმადიდებლური საბერძნეთი ჩართო, რომელმაც ვერ გაუძლო სავარაუდოზე წოლას და ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2024 წლის დასაწყისში დააკანონა. ამით საბერძნეთი გახდა 37 მსოფლიოში და პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა, რომელმაც დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინება. მათ ბავშვის შვილად აყვანის უფლებაც მიანიჭეს. 2025 წლის დასაწყისში ვატიკანმა ჰომოსექსუალი მამაკაცების მღვდლად დანიშნვის შესახებ ეგრეთ წოდებული ახალი სახელმძღვანელო პრინციპები მიიღო, რომლის მიხედვითაც არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცებს შეუძლიათ იტალიაში კათოლიკე მღვდლებად მსახურება. იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმულია ცელიბატის აუცილებლობა, ანუ წესით გეებმა სექსზე უარი უნდა თქვან. დადგენილება ასევე იძლევა საშუალებას, რომ ჰომოსექსუალი მამაკაცები სწავლობდნენ სასულიერო სემინარიებში. 68 გვერდიანი სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ნაწილი კონკრეტულად იმ პირებს ეხება, რომლებსაც აქვთ ჰომოსექსუალური მიდრეკილებები და მიდიან სემინარიაში, ან რომლებიც ასეთ მდგომარეობას სწავლების პროცესში იაზრებენ. უცნობია, როდის შეცვლის ოფიციალური ვატიკანი ამ მიდგომას. საქმე ისაა, რომ აღნიშნული სახელმძღვანელო პრინციპები პაპი ფრანცისკეს დროს მიიღეს, რომელიც LGBT ლობის გავლენის ქვეშ იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ვატიკანის ახალი საჭეთმპყრობელი ლეო მე-14 გახდა, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ოჯახი დაფუძნებულია მამაკაცსა და ქალს შორის მყარ კავშირზე. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის უზარმაზარი ფინანსური რესურსების წყალობით, LGBT დღის წესრიგი ვირუსივით გავრცელდა სასულიერო დაწესებულებებში, საიდან გამოსავალიც ფაქტობრივად აღარ ჩანდა. თუმცა გარკვეული ძვრები გაჯანსაღებისკენ დაიწყო დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ. მან მრავალფეროვნების თანასწორობისა და ინკლუზიურობის კამპანიის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა, რომლის ფარგლებშიც მიიღო არაერთი გადაწყვეტილება LGBT თემის გავლენების შეკვეცასთან დაკავშირებით. მათ შორის ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სამხედრო სამსახურის აკრძალვა, ტრანსებისათვის ქალთა სპორტში მონაწილეობის შესახებ აკრძალვა, ასევე არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლის ოპერაციების აკრძალვა. ტრამპის პოლიტიკის გამო ზოგიერთმა საერთაშორისო LGBT ორგანიზაციამ უარი თქვა ვაშინგტონში გამართულ მსოფლიო პრაიდში მონაწილეობაზეც, რომელიც მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყო და მთელი ივნისის განმავლობაში გაგრძელდება. პარალელურად ამერიკაში გააქტიურდნენ ეგრეთ წოდებული სამხრეთელი ბაპტისტები, რომლებიც აშშ-ში ერთნაირსქესიანთა ქორწინების სრულ აკრძალვას უჭერენ მხარს. ივნისის პირველ ნახევარში ტეხასის შტატში, დალასში გამართულ სამხრეთელი ბაპტისტების ყოველწლიურ კონვენციაზე, რომელსაც 10,000-ზე მეტი ეკლესიის წარმომადგენელი ესწრებოდა, აღნიშნულ საკითხზე ხმის მიცემა გაიმართა. რეზოლუციის ტექსტი სათაურით მორალური სიცხადის აღდგენა, ღვთის მიერ განსაზღვრის სქესის, ქორწინებისა და ოჯახის მოდელით. მოიცავს ისეთი კანონებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმებას, რომლებიც ეწინააღმდეგება ღვთის მიერ შექმნილ ქორწინებისა და ოჯახის წესრიგს.
ეს მრავალმხრივი და ფართო მასშტაბიანი რეზოლუცია ასევე მოიცავს კანონებს, რომლებიც ქორწინებას მხოლოდ ერთი მამაკაცისა და ერთი ქალის კავშირად განსაზღვრავენ. აღიარებს სქესის ბიოლოგიურ რეალობას, მხოლოდ მამრობიც და მდედრობიც. ამყარებს და აძლიერებს მშობლების უფლებებს განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში. ტრანსგენდერი სპორტსმენების ჩამოშორებით უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და სამართლიანობას სპორტში. მიმდინარე წლის ივნისში 10 წელი შეუსრულდა აშიშის უზენაესი სასამართლოს სადავო გადაწყვეტილებას, რომელმაც ერთნაირ სქესიანთა ქორწინება 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ დააკანონა. LGBT მყარებლების თქმით, სამხრეთ ბაპტისტთა ჯგუფს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობამ და მისმა კონსერვატიულმა შეხედულებებმა შესძინა ძალა. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ამჟამად ამერიკელთა უმრავლესობა კვლავ აფიქსირებს მხარდაჭერას ერთნაირ სქესიანთა ქორწინების მიმართ. 10 წლეულების განმავლობაში იმდენად კარგად იმუშავა არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, ანუ Deep State-მა, რომ ვისთვისაც მაგალითად მიუღებელია LGBT სასულიერო პირები, მისთვის მიუღებელი არ არის ერთნაირ სქესიანთა ქორწინება. სამხრეთელი ბაპტისტების წარმომადგენელმა ენდრიუ უოკერმა, რომელმაც რეზოლუციის ტექსტი შეადგინა, New York Times განუცხადა. ჩვენი მიზანია, რომ ეს თემა საზოგადოებრივ სივრცეში ცოცხალი დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციას სავალდებულო იურიდიული ძალა არ აქვს, ის თანხვედრაშია ტრამპის ადმინისტრაციისა და მისი მხარდამჭერების იდეოლოგიასთან და თეთრი სახლისთვის ნათელ გზავნილს წარმოადგენს იმისთვის, რომ დაიწყოს სასულიერო დაწესებულებების გაჯანსაღების პროცესიც. ვფიქრობ, მათ აქვთ რწმენა, რომ ტრამპი მათ მხარს დაუჭერს. განაცხადა ქელვინ უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა კრისტინ დუმეიმ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში საზოგადოების ფართო მხარდაჭერა ერთნაირ სქესიანი ქორწინების მიმართ კვლავ მაღალია, სამხრეთელი ბაპტისტების რეზოლუციამ LGBT ჯგუფები შეაშინა. ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, როგორ ძლიერდება ფართო შეტევა LGBT საზოგადოების წინააღმდეგ. მაშინაც კი, როცა პოლიტიკოსები მიზანმიმართულად იყენებენ ტრანსგენდერი ადამიანების თემას საზოგადოებრივი გაყოფისთვის. განაცხადა Human Rights Campaign-ის კომუნიკაციების დირექტორმა ლორელ პაუელმა BBC-სთან. ჩვენ არასოდეს შევწყვეთ ბრძოლას იმისთვის, რომ გვიყვარდეს ის, ვინც გვიყვარს და ვიყოთ ის, ვინც ვართ. სამხრეთელი ბაპტისტების რეზოლუციის კომიტეტის თავმჯდომარე დოქტორმა ენდრიუ უოკერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ის სრულად აცნობიერებს არსებულ წინააღმდეგობებს. ძალიან მცირეა სურვილი, თუნდაც კონსერვატიული ფლანგის მხრიდან, რომ ქორწინების საკითხზე ბრძოლაში ჩაერთონ. ამ რეზოლუციით გვინდა განვაცხადოთ, რომ სამხრეთელი ბაპტისტები ამ საკითხზე პოზიციას არ იცვლიან და არსად წასვლას არ ვაპირებთ. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე Deep State-ის დასასუსტებლად მისთვის რაც შეიძლება მეტი საყრდენის გამოცვლა აუცილებელი. ჯერჯერობით ერთ-ერთი ასეთი საყრდენი კი სწორედ დასავლური სასულიერო დაწესებულებებია, რომლებსაც სამხრეთელმა ბაპტისტებმა კარგი მაგალითი მისცეს იბრძოლონ ტრადიციული ღირებულებების დასაცავად. არა ხვალ, არა ზეგ, არამედ დღეს და ახლა. როცა ვსაუბრობთ სამხრეთელ ბაპტისტებზე, რომელიც ამერიკაში კათოლიკების შემდეგ სიდიდით მეორე რელიგიური კონფესიაა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი ევროპელი და მათ შორის ქართველი ბაპტისტებისგან ძირეულად განსხვავდებიან. შეიძლება ითქვას, სრულიად სხვადასხვა ბაპტისტებზეა საუბარი. ამერიკული სამხრეთული ბაპტიზმი ესაა ყველაზე კონსერვატიული მიმართულება მთლიანად პროტესტანტულ სამყაროში. აქ არის მკაცრი ზნეობრივი და მორალური წესები, რომლის დაცვაც მორწმუნისთვის აუცილებელია. ეს წესები კი წმინდა წერილიდან გამომდინარეობს და კატეგორიულად გამორიცხავს ყველაფერს, რაც ღმერთის მიერ შექმნილ ბუნებას და ბუნებრიობას ეწინააღმდეგება. თუ ევროპაში ბაპტისტი მოძღვრები ჯერ ჰომოსექსუალებს და ლესბოსელებს წერენ ჯვარს და მერე გეი პრაიდებზე გარბიან სოდომურ ცოდვაში ჩასაძირად, ამერიკელი სამხრეთელი ბაპტისტები ასეთ მკრეხელობას არათუ არ დაუშვებენ, მსგავს ფიქრსაც კი არ გაივლებენ თავში. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. როგორც აღნიშნე, სამხრეთელ ბაპტისტებში ყველაფერი სახარებისეულ სწავლებაზეა დაფუძნებული. ისიც, რომ ოჯახი ერთი ქალის და ერთი მამაკაცისაგან უნდა შედგებოდეს და ისიც, რომ ტაძრის წინამძღოლი მხოლოდ მამაკაცი შეიძლება იყოს. ანუ ისეთი ფსევდო-ლიბერალური რელიგიური შიზოფრენია, როგორც მაგალითად ქართულ ბაპტისტურ ეკლესიაში ხდება, ქალ ეპისკოპოსს გულისხმობ. სამხრეთელი კონსერვატორი ბაპტისტების 59,000 ეკლესიაში უბრალოდ წარმოუდგენელია. დროებით.